პრიმიტიული მაგალითი იქნება ცელქი ძაღლი დარბის, ხო? მარჯვნივ მოცემული გვაქვს ჩვენი გრამატიკის წესები, ხოლო მარცხნივ იქნება გზა, რითაც მივვალთ წინადადების სიმბოლოდან ნამდვილ წინადადებამდე ცელქი ძაღლი დარბის. პირველი ნაბიჯი იქნება წინადადების ჩაშლა, როგორც სიტყვა და წინადადება. პირველი სიტყვა არის ცელქი, ხო? და ვიცით რომ ცელქი არის ზედსართავი, ამიტომაც პირდაპირ შეგვიძლია გამოვიყვანოთ სიტყვიდან ზედსართავი და იქიდან ცელქი. როგორც ხედავთ ამ ნაბიჯში. შემდეგ გვაქვს ძაღლი დარბის და ამისთვის გვაქვს წინადადება. მოდით ეს წინადადებაც დავშალოთ როგორც სიტყვა და წინადადება. როგორც ხედავთ ეს არის ჩვენი შემდეგი ნაბიჯი და ძაღლი არის არსებითი სახელი, ამიტომაც შეგვიძლია პირველი სიტყვა პირდაპირ გადავაქციოთ არსებითი სახელად და შემდეგ ძაღლად. დაგვრჩა დარბის. ეს არის ერთი სიტყვა, ამიტომაც წინადადებიდან გამოვიყვანთ მხოლოდ სიტყვას და არა ახალ წინადადებას. ეს სიტყვა უნდა იყოს ზმნა, ამიტომაც სიტყვა ზმნა დარბის. როგორც ხედავთ, ჩვენ ავაშენეთ თავისებური ხე, რომელსაც კომპიუტერულ მეცნიერებაში ქვია derivation tree, ანუ წარმოების ხე. ჩვენ უკვე ვნახეთ ძალიან ბევრი რაღაცა. რეალურად რომ გითხრათ, ჩვენ ვნახეთ მთლიანი კონტექსტ თავისუფალი გრამატიკა. თუმცა არ გვისაუბრია მის განსაზღვრაზე, ხო? ანუ არ ვიცით რა არის. ამიტომაც მოდით ახლა ეს გავაკეთოთ მაგალითზე.